საიდუმლო შეხვედრის გახმაურებული დეტალები ოპოზიციის ლიდერების და ინტელიგენციის წარმომადგენლების დახურული შეხვედრა, რომელიც გაზეთ ქრონიკის ჟურნალისტმა შემთხვევით ჩაიწერა. ოპოზიცია უკვე ადგენს გეგმებს, რას მოიკვდებს არჩევნების შემდეგ. დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკური ლიდერები აჯანყებით იმუქრებიან. სამოქალაქო ჯგუფის ინიციატივით გამართული შეხვედრის სკანდალური დეტალები გაზეთ ქრონიკის ჟურნალისტმა გაახმაურა. ჟურნალისტი საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების საუბარს დიქტოფონით მას შემდეგაც იწერდა, რაც შეხვედრა დახურულად გამოცხადა და მედიის ყველა წარმომადგენელს დარბაზი დაატოვებინეს. ალია ჰოლდინგის ჟურნალისტმა სხდომაზე დარჩენა მოახერხა. გაზეთის ინფორმაციით, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გამოსვლების მოკლე შინაარსი ასეთია. ჩვენ გვინდა რომ ეს კაცი აღარ იყოს. ეგება 60,000 კაცი გამოვიდეს და კაცურად დავამთავროთ ეს ამბავი. რაღაცა შერკინება, რაღაცა ჯახი ხო მოხდება. თუ ჩვენ ტემპერატურას ავწევთ იმ დონეზე რომ ხალხი ისევ ამ ჭკუაზე მოვიყვანოთ, შემდეგ ეს არჩევნებს აუცილებლად აყალბებს და მერე იწყება დიდი ჯახი და ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით ამ პროცესში. იქნება არჩევნები ვაქციოთ სავავად ბუნტის ასაწევად და მერე ბუნტის გასაკეთებლად, რის გარეშეც ეს კაცი არ წავა. დასაკარგი აღარაფერი გვაქვს დამთავრდა. ჩვენ თითო კაცი ვიბრძოლებთ თოხით და ჯოხით. მერე როგორც დამთავრდება დამთავრდეს. არავით არის შეჩერება და უკან დახევა. დავიწყოთ დაუმორჩილებლობით და კომბალი დავიჭიროთ ხელში. ყველა უნდა ვიყოთ მზად საკუთარი მკერდითა და სისხლით ვაგოთ პასუხი. ამასთან არჩევნებზე ლაპარაკი არ შეიძლება. ყველა ვარიანტში წაგებული გვაქვს. ტყუილია ამაზე ლაპარაკი. შეხვედრის მონაწილეების დიდი ნაწილი დახურულ კონსულტაციებზე გამოთქმული მოსაზრებების კამერების წინ გამეორებას ერიდება. საუბრის დეტალებს ნუკრი ქანთარია იხსენებს. რა თქმა უნდა, გაყალბების შემთხვევაში და მე ვახსენე ბუნტი და კიდევ მეორე გაყალბების შემთხვევაში რასაკვირველი აიწევა ბუნტი. ის რომ ქართული აკადემიის წევრები და ოპოზიციასთან შეხვედრის ორგანიზატორები გააქტიურებას გეგმავენ, საგანგებოდ მიღებული დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს. მიმართვაში ნათქვამია. ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა შეუძლებელს გახდის სამართლიანი საარჩევნო პროცესის გამართვას, რაც რადიკალური ქმედებებისკენ უბიძგებს საზოგადოებას. დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს და ოპოზიცია მარცხისთვის განწირულია. არჩევნების მომხრე ალასანიას თანაგუნდელები რადიკალური გამოთქმების ავტორებს არ ეთანხმებიან. მე სერიოზულად ნამდვილად არ დამიფიქსირებია და არ დაუფიქსირებია ვინმეს, რომ რაიმე ფორმით ძალმომრეობით ან გადატრიალებით აპირებს ამ ხელისუფლების ჩანაცვლებას თავისი თავის. პირიქით, ყველაფერს აქვს თავისი დრო, ყველაფერს აქვს თავისი სამოქმედო გეგმა. შეხვედრაზე ოპოზიციას მოქმედების სტრატეგიას დაუწუნეს და შეცდომების შეახსენეს. ელიზბარ ჯაველიძემ დახურული საუბრის დროს გამოთქმული შეფასება დღესაც ღიად გაიმეორა. აი ესე უნდა შეუვარდე და სკამებიც ესროლო და კომბალიც უნდა გეჭიროს ხელში. თქვენ რა გონია ხალ მე მეშინია? ესენია არასოდეს არ წავლენ თავისნებით. და ხალხს კონსტიტუციურად აქვს უფლება თუ კი არ შეიქმნა დემოკრატიული საარჩევნო პირობები, მას დემოკრატიის პრინციპებით აქვს უფლება აჯანყება მოაწყოს. ამავე განწყობას ღიად ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი იზიარებს. ციტატა გოგა ხაინდრავას საგაზეთო ინტერვიუდან. უნდა გავაკეთოთ ის, რაც 1000-ჯერ მithქვამს, კომბლებით უნდა გავყაროთ ეს ვიგინდარები ქვეყნიდან. პრიმავერაში გამართული შეხვედრის მონაწილეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ საზოგადოების გააქტიურება და რადიკალური ნაბიჯები სწორედ არჩევნების შემდეგ უნდა დაიწყოს და მიზეზად შედეგების გაყალბება დასახელდეს. ასეთი სცენარი ოპოზიციამ ერთხელ უკვე მოსინჯა საპრეზიდენტო არჩევნების წინ. აქ დავდგავთ ძალიან სერიოზულ სპექტაკლს. მაშინ უნდა რა თქმა უნდა განაცხადეს. თუმცა უკვე ქვეყანაში არის უმართავი პროცესი. თუ საქართველოში ძმათასისხლი, ეს არ იქნება ძმათასისხლი, ეს იქნება კრიმინალებისა და ქართველი ხალხის შორის პატარა სისხლის დაღვრა. რადიკალურ ნაბიჯებზე თანხმობას და ძალადობის მხარდაჭერას ღიად არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს. კონსულტაციები კონკრეტულ გეგმაზე შესათანხმებლად ოპოზიციაში ისევ გრძელდება.